წამებულის ნაცრის მიხავს. კვლავ გაცოცხლდება საფარსხეულში სიცოცხლის ჟინი. ატარა შვილის მონატრება. ატარა კაცი. რკინის კარი. ეს საჩუქარი, რომელიც პრეზიდენტმა გამოაგზავნა, მინდა გადმოგცეთ, მინდა მეაში იმედი არ მოგსულდეთ არასდროს. აიხარ. იმყოფებით ქალთა მეხუთედაცებულებაში, სადაც ჩამოვედით მათთვის მისალოცად. მათაც ასე ვთქვათ, ისინიც არ დაგვდნენ ხელცარიელები და შემოგთავაზებს ჩვენიერი საღამო, ჩვენიერი წარმოდგენებით და ასევე არის აღსანიშნავი, რომ პრეზიდენტმა გამოაგზავნა მათთვის საჩუქარი, ჩამოუტანეთ, რაც ასევე მათი თხოვნაც იყო და ძალიან აღთვალებულები არიან, გახარებულები არიან სულ. ყველა ქალბატონს მინდა მიულოცო მამათი ჩვენი ქალბატონების სახელით. დღეს ნამდვილად საზეიმო განწყობა დაწესებულებაში, სადაც ქალბატონებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება. ამ დღესასწაულს ერქვა დღეს ქალი და გაზაფხული. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეიწყალა 3 ქალბატონი, უვადო ქალბატონი, რომლებიც ხელმეორედ დაიბადნენ ამ ქვეყანაზე. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა მათი სახელით გადავცეთ. დღეს ჩემთვის არის უბედნიერესი 8 მარტი. ვიყავი უვადო პატიმარი. რამოდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ მოგვეხსნა ეს უვადო პატიმრობა და დღეს რაც არის მთავარი გავიგე, რომ შემახეს რაღაცები დამრჩა 13 წელი. ხო და ალბათ ამ უახლოეს ზეგმაკ დაბადების დღე 10 მარტს და ალბათ რაღაცა კიდო სიურპრიზს მიმზადებენ, ასე გავიგე და რა ვიცი, ვნახოთ რა იქნება, მაგრამ სწორად გამიგეთ, რომ ძალიან ისეთ შოკში ვარ, არ ვიცი როგორ ვთქვა, რა ვთქვა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. 8 მარტია, ბედნიერი ვარ, ჩემმა შვილმა მომილოცა დილას. 7 წლის ვაჟი მყავს. მე მინდა ყველა ქალს მიულოცო. ყველას აბსოლუტურად. დედა ჩემს მინდა მიულოცო 8 მარტი და ჩემს დას, რომელიც ჩემს შვილს დიის. კიდევ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს წელი გამოაცხადა ქალების წლად. მადლობა მას იმისთვის, რომ დღეს დღეობით უვადო პატიმარი აღარ არის საქართველოში, ძალიან კარგია, ყველა გახდა ვადიანი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ პრეზიდენტმა დღეს გადმოგცა საჩუქარი. ეს არის მუსიკალური ცენტრი, რომელიც ჩვენს ღონისძიებებს აუცილებლად წაადგება.